ეს ვარუშაა. ქალაქი, სადაც 50 წლის წინ სიცოცხლე შეწყდა. დროშია გაყინული მთელი ქალაქი. ჩერნობილზე სამჯერ დიდი დასახლება დღეს მოჩვენებების ქალაქადაა აქცეული. თვითონ გონება აცოცხლებს რა ამ ქალაქს. მას ასე 70-იანი წლებია. კვიპროსი თავისი სანაპიროებით უამრავ ტურისტს იზიდავს. ვარუშაკი ხდება მსოფლიოს ყველაზე სასურველი და პოპულარული კურორტი. ჰოლივუდის იმდროინდელი ვარსკვლავები ბრიჯიტ ბარდო, ელიზაბეთ ტეილორი და სხვები ხშირად ისვენებენ აქ. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო შენდება უამრავი მაღალსართულიანი სასტუმრო. იხსნება კაფეები და მაღაზიები. ვარუშა დღითი დღე დიდდება და ყვავის, თუმცა დგება 1974 წელი. კონფლიქტი თურქულენოვან და ბერძნულენოვან კვიპროსელებს შორის პიკს აღწევს. შედეგად თურქეთის ჯარი შემოდის კვიპროსზე და იკავებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს. ომის ქარცეცხლში აღმოჩნდა ვარუშა, რომელიც თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. სწორედ ამიტომ მოსახლეობას საკუთარი ქალაქის დატოვება მოუწია. We prefer to be dead than to live under the Turkish authority. მას შემდეგ 51 წელი გავიდა და ვარუშა ისევ ცარიელია. მთელი ათწლეულები ამ ქალაქში შესვლა მკაცრად იკრძალებოდა, თუმცა დღეს მისი კარი ყველასთვის გაიღო. იწყება მოგზაურობა, მეგობრებო, ძალიან საინტერესო ადგილის აღმოსაჩენად მივდივარ. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ მომენატრა ესეთი ადგილების გადაღება. თითქმის 2 კვირაა, მეგობრებო, აეროპორტში არ ყოფილვარ. ძალიან დიდი დრო გავიდა. აქ რამე ბინის საშუალება ხო არ არის აეროპორტის ადმინისტრაციას მიმართა. და გადმოვიდე საცხოვრებლად. სანამ მე გავფრინდები იქამდე თქვენ არ დაგავიწყდეთ, თქვენ მოდ subscribe ღილაკს დააჭირეთ და გამოიწერეთ არხი. 400.000-მდე გვაკლია ძალიან ცოტა. ნუ არ ისე ცოტა, მაგრამ იმედია რომ ალიავალთ. ისეს ასე ჩამოვედით კვიპროსში სულ რაღაც 2 საათიანი ფრენის შემდეგ. პირველ რიგში ხარაც უნდა გავაკეთოთ არის ის რომ გავააქტივრო ინტერნეტი. ინტერნეტისთვის ვიყენებ მეგობრებო აირალო არის ელექტრონული სიმბარათი და აღარ მიწევს ფიზიკური სიმბარათისთვის რიგში დგომა აეროპორტებში, შესაბამისად დროს ვზოგავთ. თქვენ შეგიძლიათ ახლავე ჩამოტვირთოთ აპლიკაცია და გამოიყენოთ მაშინ, როდესაც დაგჭირდებათ. მისი მეშვეობით 200-ზე მეტ ქვეყანასა თუ რეგიონში გექნებათ ინტერნეტი. პაკეტის შეძენა ძალიან მარტივია, გააქტიურებაც რამდენიმე წუთის ამბავია, მოკლედ ძალიან გაგიმარტივებთ ცხოვრებას და მოგზაურობას აირალო. ხო, და რაც თავარია, არ დაგავიწყდეთ ჩემი პრომოკოდის გამოყენება. აი აქ ამონათდება ჩემი პრომოკოდი და თუ კი გამოიყენებთ $3 გექნებათ ფასტაკება. წავედით ახლა მანქანა ვიქირავთ და დავაწვეთ უკვე ჩვენი დანიშნულების პუნქტისკენ. მოკლედ მეგობრებო, ესეთი ამბავია რა, 30 ევროთ ვიქირავე მანქანა და შემომთავაზეს აპგრეიდი, თუ დავამატებდი 25 ევროს, აი ესეთ მშვენიერ მანქანას მომცემდნენ და დავამატე. ეს მყავდა ნაქირავები 30 ევროთ. ეს მანქანა. კია. 25 ევროს დამატება ღირდა რა. მივდივარ ჩრდილოეთ კვიპროსში, თურქეთის კონტროლირებად ნაწილში, ქალაქ ფამაგუსტაში, ნუ ახლა გადაარქვეს სახელი და ქვია გაზიმაგუსა თუ არ ვთქვი და სადღაც 1 საათის გზა გვაქვს წინ. ამასობაში მოუახლოვდით ეგრეთ წოდებულ საზღვარს და გადავალთ ახლა ჩრდილოეთ ნაწილში. კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 36% თურქეთის მიერაა ოკუპირებული. გაინტერესებთ ალბათ როდის და როგორ მოხდა ეს. კვიპროსის საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა სხვადასხვა იმპერიებს, რადგან ის ყველასთვის სასურველი იყო მისი სტრატეგიულად იდეალური მდებარეობის გამო. კვიპროსის რესპუბლიკა ჩამოყალიბდა 1960 წელს, როდესაც ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა და გათავისუფლდა ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისგან.
Midnight in Nicosia, and Sir Hugh Foot entering Parliament is followed by Archbishop Makarios, who is to take over as first President of Cyprus. ქვეყნის მოსახლეობის 78% საუბრობდა ბერძნულად, დანარჩენი 18% კი თურქულად. თურქულენოვანი მოსახლეობა აქ 1571 წელს, როდესაც ოსმალეთის იმპერიამ კვიპროსის კუნძული დაიპყრო და მის ჩრდილოეთ ნაწილში თურქები ჩამოასახლა. მრავალი წელი ქრისტიანი ბერძენი კვიპროსელები და თურქი მუსლიმი კვიპროსელები ჰარმონიაში ცხოვრობდნენ, თუმცა 1963 წელს მათ შორის პირველი ბზარი გაჩნდა. At this stage, the Turkish Cypriots were declaring that it would be impossible ever again to live in harmony with their Greek compatriots. ბერძენ კვიპროსელებს სურდათ რომ შესულიყვნენ საბერძნეთის დაქვემდებარებაში. ეს იდეა თურქ კვიპროსელებს არ მოსწონდათ. ასე დაიწყო თანამემამულეებს შორის დაპირისპირება, რომელიც 11 წელი გაგრძელდა. 1974 წელს საბერძნეთის ჩარევით მოხდა მთავრობის გადატრიალება. ამის გამო თურქეთმა შეიარაღებული ძალები შეიყვანა კვიპროსზე, თურქი კვიპროსელების ინტერესების დასაცავად. და 1974 წელსვე მოახდინა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპირება. ასე შეიქმნა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებს გარდა თურქეთისა. წესით პასპორტის გარდა არაფერი არ უნდა დაგჭირდეს, ვნახოთ. თურქ მესაზღვრეებს მივადგებით ახლა და სავარაუდოდ მან დაგჭირდება პასპორტი დიდი ალბათობით. I have to buy here. Okay. შეგვიმოწმეს მოკლედ პასპორტი, გამაკეთებინეს დაზღვევა და მოითხოვეს თან ქეში, ბარათით არ გადამახტევინეს, 20 евро გადავიხადეთ დაზღვევაში და ჩვეულებრივად გამომატარეს რა. ანუ ამ ნაქირავები მანქანითაც შეიძლება რომ გადმოხვიდე თურქეთის მხარეს. ჩამოვაღწიეთ მეგობრებო. მოვედი სასტუმროში, ეს არის Palm Beach, ესეთი სასტუმროა, რომელიც ძალიან ახლოს არის იმ ყველაფერთან, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ესეც ჩვენი ნომერი. ასე გამოიყურება ნომერი მეგობრებო. ფას რაც შეეხება 120 евро ღირდა ერთი ღამით ეს ნომერი. მოკლედ დღეს დავისვენეთ და მოდი გავათენოთ. სასტუმროდან 5 წუთის სავალგზაზია ქალაქი ვაროშა, ანუ მანქანა აღარ გჭირდება პირდაპირ ფეხით მივალთ. მოვედით ქალაქ ვაროშას შესასვლელთან, ანუ მხოლოდ აი აქედან შეიძლება ამ ტერიტორიაზე შესვლა, დანარჩენი ეს ქალაქი მთლიანად არის შემოსაზღვრული, კამერებია ყველგან, აი აქაც გაფრთხილებენ და ჯარისკაცები აკონტროლებენ მოკლედ მთელს ამ ტერიტორიას. დიდი ხანი არ არის, რაც გაიხსნა ეს ქალაქი ტურისტებისთვის რა. და ამიტომ მიხარია რომ შეგვიძლია შევიდეთ და გადავიღოთ და ნახოთ რა ხდება შიგნით. ვაროშა თითქმის ნახევარი საუკუნე იყო დაკეტილი და ხელუხლებელი. ქალაქი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა და მისი გარკვეული ნაწილი ხელმისაწვდომი გახდა ტურისტებისთვის. ძალიან უცნაური შეგრძნება, მეგობრებო. როდესაც სეირნო ქალაქში, სადაც საერთოდ არავინ არ არის. როგორც ხედავთ, გზა არის აქ ჩვეულებრივ გაყვანილი, ანუ ეს ახალი დაგებული გზა, რომ ტურისტებმა შეძლონ სიარული და ამ ყველაფრის დათვალიერება რა. და აქ გადაკეტილია ეს ტერიტორიები, ანუ ვერც ერთ შენობას ვერ მიეკარები რა და ყველგან აწერია რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს, ამიტომ აკრძალულია გადაცდე აი ამ ბარიერებს და შეხვიდე ამ შენობებში. შე რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი რომ აქ გადაიპარო, მაგრამ რომც შეიპარო სიტყვაზე რა, რომც გადაახტი ამ ღობეებს, ამოქოლილია რა, ყველა კარი არის ამოქოლილი და ფიზიკურად ვერ შეძლებ რომ შეხვიდე შენობაში. ამორიცხულია, რავი, აი ხა თუ არა აცოცდი და ამ ფანჯრე აივნებიდან არ გადახვედი, მაგრამ როგორც კი მაგას გააკეთებ, წკაპ წამებში დაგადგება პოლიცია, იმიტომ რომ აი კამერას ეხა შეხედეთ სადგას, მიახლოვეთ მობას გაფიცე. და კონტროლდება მოკლედ აკაურობა. ყველა შენობის თავზე არის აი ესეთი კამერები და აგერ ყველგან არის დაცვა. მიტოვებულ სასტუმროს მოვადექით.
აქაც რა თქმა უნდა გადაკეტილია, შესვლა არ შეიძლება. ისეთ შეგრძნებას გიტოვებს რა, აი სევდას იწვევს თითქოს ამ ყველაფერს რო უყურებ. რომ წარმოიდგენ აქ რა სიტუაცია იქნებოდა წლების წინ. დამსვენებლები, რაღაცა სასტუმროში შესვლა, გამოსვლა, ხიარული სიტუაცია, იქით მშვენიერი ის არის სანაპირო. საკმაოდ კარგი კურორტი იქნებოდა თავის დროზე. 1970-74 წლებში ვაროშაში 50,000 ადამიანი ცხოვრობდა. ყველა მათგანმა ომის დაწყებისთანავე დატოვა საკუთარი სახლკარი. დატოვეს ბიზნესები, სამსახურები, დატოვეს მთელი თავიანთი ცხოვრება. იმ იმედით, რომ მალევე დაალაგდებოდა სიტუაცია და შეძლებდნენ უკან დაბრუნებას. თუმცა მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა და როგორც ხედავთ, ვაროშა კვლავ ცარიელია. ზუსტად ისეთი, როგორიც დატოვა მოსახლეობამ 50 წლის წინ. ის გადაიქცა მოჩვენებების ქალაქად, რომლის მომავალიც სამწუხაროდ კვლავ ბურუსითაა მოცული. კაფე მეგობრებო, ეს რაღაცა ცენტრალურ ადგილს გავს, იმიტომ რომ ეს გზები იყოფა და აქ არის ესეთი კაფე, რომელიც ალბათ სავსე იყო თავის დროზე ხალხი. ბანკი, კვიპროსის ბანკი და აქეთ ნახეთ. აქ შესვლა არ შეიძლება. სულ სცენარეებია რა და გაველურებულია აქაურობა. ალბათ აქ ყველაზე მეტი მანქანა მოძრაობდა რა ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ გზაჯვარედინია რა. აგერ 1 2 3 4 შუქნიშანი დგას. თავი მგონია რაღაცა ფილმში, საშინელებათა ფილმში და ხო იცი ყველა რო ქრება რა სამყაროში, რაღაცა ვირუსი რო ჩნდება, ან რაღაცა უცნაურობა რო ხდება და ყველა რო ქრება და მარტო რო დადიხარ რა. აი ეგეთი შეგრძნება მაქვს. დავდივარ ეხლა და გონებაში თვითონ გონება აცოცხლებს რა ამ ქალაქს. რო უყურებ, წარმოვიდგენ როგორი იყო თავის დროზე. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, რატომ ვერ შეძლეს თურქებმა აქ დასახლება. გაეროს რეზოლუციის თანახმად არავის აქვს უფლება ვაროშაში დასახლდეს, გარდა აქედან დევნილი ადამიანებისა. გაეროს თანამშრომლები დღემდე იმყოფებიან აქ და არ აძლევენ თურქ-კვიპროსელებს ქალაქის მითვისების უფლებას. თავის მხრივ თურქები არ აძლევენ უფლებას ბერძენ კვიპროსელებს დაბრუნდნენ ვაროშაში. ასე გაიჭედა დროში ერთ დროს მშვენიერი კურორტი და იქცა უსულო შენობების გროვად. ამ ქალაქის ძალიან მცირედი ნაწილია ჩვენთვის ხელმისაწვდომი. როგორც ხედავთ, კიდევ გრძელდება ქუჩები, მაგრამ აქ უკვე დაცვა დგას და აი ნიშნებიც არის, რომ აქ შესვლა არ შეიძლება რა. არა და მე მგონია, რომ ბევრად საინტერესო იქნება ის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის არის ხელმიუწვდომელი. სადაც ახლა ჩვენ დავდივართ, გზები ძალიან მოწესრიგებულია, როგორც დაინახეთ და მაინც ეგ ცოტა უკარგავს იმ ხიბლს, რაც ამ ადგილს გააჩნია. ზოგიერთ ადგილებში შეგიძლიათ შეიხედოთ კიდეც აი ამ მიტოვებულ შენობებში. რა ვიტყვრათ, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო ხდება შიგნით, არა. აი შეგახედებთ. ან როგორც ასეთი, რომ შიგნით ნივთები და რაღაცა არ არის რა ამ შენობებში. არის ცარიელი. ნუ შეგადაშიგ შეიძლება შეგხვდეთ რაღაცა ძველი თაროები და რაღაცა ავეჯი, რომელიც არის განადგურებული. დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა არ იცოდით ამ ადგილის შესახებ და არ იცოდით ის, რომ აქვე აი ანაპაზე როცა ისვენებ, შეიძლება ჩამოხვიდე, ძალიან მარტივად ნახო ესეთი არაჩვეულებრივი და საინტერესო ადგილი. ამიტომ თუ კი ეს ჩემგან გაიგეთ ამ ადგილის შესახებ, უნდა დამიფასოთ ეხლა ჩემი შრომა, ქვემოთ subscribe ღილაკია, დააჭირეთ და გამოიწერეთ არხი. იმიტომ რომ 400,000-ზე როცა ავალთ, ეს ადგილი მონაგონია და ეს ვიდეო მონაგონია ისეთ მაგარ რაღაცეებს ვაპირებ. subscribe ღილაკს დააჭირეთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. მადლობა. მოკლედ გამოვთით ვაროშას ცენტრს.
და გამოვედით, შეიძლება ითქვას, ამ ქალაქის არაცენტრალურ ნაწილში. აქ არის უფრო მეტი საცხოვრებელი სახლები, უფრო მეტია ეს მაღალი კორპუსები და აქაც ზომბი აპოკალიფს გავს აქაურობა. თან თებერვალია, მეგობრებო. და არ არიან ტურისტები რა. იმიტომ რომ ზაფხულში დიდი ალბათობით ეს ქუჩები ხალხით იქნება სავსე, ძალიან ბევრი მნახველი ეყოლება, ჩემი აზრით. თავარი მიზეზი, რატომაც იზიდავდა ვაროშა 10,000-ობით დამსვენებელს თავის დროზე, მისი სანაპიროა. ამიტომ გაუყევი ქალაქის სარიელ ქუჩებს სანაპირო ზოლისკენ. ყველაზე ლამაზი ქუჩა არის, ჩემი აზრით, ეს სანაპირო ქუჩა. ნახეთ, რა ფერი აქვს ზღვას. საოცარი ფერია, ფილტრი საერთოდ არ ჭირდება, ისეთი ლურჯია. სასწაული სანაპირო აქვს ჩვენს მოჩვენებების ქალაქს. და როგორი უცნაურია რა ეს სიცარიელე ესეთ ლამაზ ადგილზე. თებერვალში სიმართლე გითხრათ, არც ისე სიცხე არ არის. სადღაც 10-15 გრადუსია ტემპერატურა რა, ძალიანაც არცივა პრინციპში. წარმოიდგინეთ ერთ დროს აქ გირავდებოდა ალბათ საუკეთესო ნომრები პირდაპირ ზღვის ხედით და ახლა არის სრულიად უციცოცხლო აქაურობა ამ სანაპიროზე მაღალ შენობებს, რასაც ხედავთ, თითქმის უმეტესი მათგანი იყო სასტუმრო თავის დროზე. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენ დამსვენებელს მასპინძლობდა ქალაქი ვაროშა. როგორც ხედავთ, გადაკეტილია უკვე სანაპირო და ამ ღობის იქით უკვე ვეღარ შევძლებთ გადასვლას. პრინციპში განსხვავებული ხა იქით არაფერი არ იქნება, იქაც სანაპიროა ჩვეულებრივი და მიტოვებული შენობები რა. საკმაოდ ჭკვიანურად მოიქცნენ, რომ გახსნეს ეს ქალაქი და ადამიანებს მისცეს საშუალება დაეთვალიერებინათ აქაურობა, იმიტომ რომ ერთ-ერთი კარგი ტურისტული სანახაობრივი ადგილი შეიქმნა, შეიძლება ითქვას. აი ამ ადგილიდან ყველაზე კარგად ჩანს მასშტაბები, თუ რამხელა ეს ქალაქი, აი საიდან იწყება, ნახეთ, მიტოვებული შენობები და მოდის აქამდე. და თქვენ ახლა კადრში ხედავთ გაჩერებულ დროს. 1974 წლის მერე შეწყდა სიცოცხლე ამ ქალაქში. დავბრუნდით ისევ გასასვლელისკენ, აი აქ არის გასასვლელი და ხო, სხვათა შორის ნელ-ნელა მოიმატა ხალხის რაოდენობამ, დილით საერთოდ არავინ არ იყო, ახლა უკვე მოდიან მნახველები ნელ-ნელა. აქ შეგიძლიათ რომ შემოხვალთ, იქირავთ ველოსიპედი, იქირავთ მოპედი, ან იქირავთ აგერ ბაგები ყავთ და ამ ტრანსპორტით მოკლედ მოიაროთ ეს ქალაქი თუ ფეხით სიარული გეზარებათ. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ფეხით მოიაროთ, იმიტომ რომ ბევრად სასიამოვნოა რა და ბევრად უფრო კარგად აღიქვამ ამ გარემოს რაც აქ არის. კარგი, წავედით ახლა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში. ვაროშას საზღვარს მიუყვებოდი და დავინახე ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია აგერ, რომელიც მოქცეულია ამ გოსთაუნში რა. გამწუხაროდ გადაკეტილია და შეუძლებელია რომ ახლოს მივიდეთ, თუმცა აქედანაც ძალიან კარგად ჩანს ეს ეკლესია. გადავწყვიტე ხა ნიქოზიამდე გავიარო აიანაპაზე, ძალიან მაინტერესებს რა ხდება თებერვალში. იმიტომ როგორც ისეთ ზაფხულში გადაძეზგილია იქაურობა. აი ეხა მეგობრებო მოვუყვებით მოკლედ ვაროშას ამ ღობეებს, საზღვარს თუ რაც ქვია და უზარმაზარი ტერიტორიაა შეღობილი. ალბათ ჩვენ 10% ვნახეთ სულ იმის, რაც არის ეს ვაროშა მთლიანობაში. და ამასობაში მოვადექით ეგრეთ წოდებულ საზღვარს. ეხა გავიდით თურქეთის მხარეს, პასპორტს შეგვიმოწმებენ და მე შევალთ მეორე მხარეს. Thank you. უბრალოდ ჩახედეს მოკლედ ჩვენს პასპორტს. ახლა ვიმყოფებით მწვანე ზონაში, ბუფერულ ზონაში. Hello. Okay. დახედა უბრალოდ პასპორტს და შემოვედით და ნუ პრობლემოთ. დაახლოებით ამ ეგრეთ წოდებული საზღვრიდან გვაშორებს 20 წუთი აიანაპამდე. ვაროშაზე არანაკლებია აიანაპა თებერვალში მეგობრებო.
ეხა ვარ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე რა, ზაფხულში რა თქმა უნდა, სეზონზე. და კაცი შვილის ჭაჭანება არ არის. ქუჩა არის იქით, ბარები, კლუბები, სადაც ყველაზე მეტი ხალხია ხოლმე და ეგეც ნახოთ. ამას შეხედეთ. კაცი შვილი არ არის, ზომბი აპოკალიფსი იწყება აი ანაბაზე. ყველაზე ხმაურიან ქუჩაზე ვარ, მეგობრებო. ამბარშიც ვარ ნამყოფი. აი იქით რაღაცა ტროპიკანა რო აწერია, იმ ბარშიც ვარ ნამყოფი. და ზოგადად ეს ქუჩა არის, რა ვიცი, ყველაზე ხმაურიანი. მოკლედ ესეთი ამბავია თებერვალში აი ანაბაზე, თუმცა სეზონი მალე დაიწყება და ვინც აპირებთ აქ დასვენებას, ჯობია თავიდანვე დაიჭიროთ თადარიგი, კაი სასტუმროები რო დაჯავშნოთ და შედარებით იაფად და ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ, რა თქმა უნდა, ჩემს ტურისტულ კომპანიას, რადგან ჩვენ დაგეხმარებით მოიწყოთ საუკეთესო დასვენება, საუკეთესო მოგზაურობა. და არა მარტო აი ანაბაზე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაგეხმარებით რომ მიმოგზაუროთ. ჩვენი Instagram და Facebook გვერდები იქნება აღწერაში, შეგიძლიათ მოგწეროთ, ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან ოფისში ბახტრიონის 11B არის ჩვენი მისამართი. ამასობაში გაგვიწვიმდა მეგობრებო და დროა დავაწვეთ ნიქოზიისკენ. ნიქოზია იგივე ლეპკოსია უკვე 11 საუკუნეა რაც კვიპროსის დედაქალაქია. ის ქვეყნის ურბანული ცენტრი და უმდიდრესი ქალაქია. მოსახლეობის რაოდენობა კი 200,000 შეადგენს. და კვიპროსის დედაქალაქიდან მეგობრებო, თქვენთვის მაქვს სიურპრიზი. ეს გახლავთ iPhone 16, რომელიც საჩუქრად გამოყო ელიტმა სპეციალურად თქვენთვის, ანუ ჩემი გამომწერებისთვის. შეგახსენებთ, რომ ელიტი არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და ძალიან დიდი მადლობა აი ასეთი საჩუქრისთვის. ეს iPhone 16 გათამაშდება ამ ვიდეოში, ამისთვის აუცილებლად გამოწერილი უნდა გქონდეთ ჩემი YouTube არხი და უნდა დაწეროთ კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ერთ კვირაში პროგრამის მეშვეობით რენდომად ავარჩევ ერთ-ერთ კომენტარს, მე რას ავარჩევ, პროგრამა არჩევს თავისით და community-ში დავდებ post თუ ვინ იქნება ამ iPhone 16-ის მფლობელი. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ მადლობა ელიტს ესეთი საჩუქრისთვის და ჩვენი დაფასებისთვის. 19 წლის ვიყავი, როდესაც აქ ჩამოვედი საზაფხულო გაცვლითი პროგრამით და ვცხოვრობდი თვენახევარი ამ ქალაქში. მაშინ კვიპროსი იყო ჩემთვის რიგით მესამე ქვეყანა რა, მხოლოდ თურქეთში და საბერძნეთში ვიყავი ნამყოფი, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან მიხაროდა მოკლედ აქ ყოფნა. და ვოცნებობდი მაშინაც მოგზაურობაზე და რას წარმოვიდგენდი თუ რამდენიმე წლის მერე ისევ აქ ჩამოვიდოდი. ოღონდ უკვე YouTube ვიდეოს გადასაღებად და 71 ქვეყანაში ვიქნებოდი ნამყოფი. იმ მომენტში 19 წლის მე ამას ვერ ვიფიქრებდა და მიხარია რომ იმაზე, რაზეც 19 წლის მე ვოცნებობდი, ახლა უკვე რეალობაა რა. ახდენილი ოცნებაა შეიძლება ითქვას. საინტერესო ნიქოზიაში ისაა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის საზღვარი შუა ქალაქზე გადის და ორად ხობს დედაქალაქს. სასიამოვნო იყო და წარმატებულ დღეებს გისურვებთ. მადლობა, შემოგევლე. აი, ქართულსაც შევხვდი. ძალიან მიხარია რა, სადაც უნდა ჩავიდე, თითქმის ყველგან ხვდები ხოლმე ქართველს და ძალიან ისეთი თბილი დამოკიდებულება აქვს ყოველთვის ჩემს მიმართ და მახარებს ეგ ამბავი. ეს არის ლიდრა, ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა დედაქალაქში, არის საშოპინგო ქუჩა, საფეხმავლო. და ყველა საინტერესო ის არის, რომ ეს ქუჩა წარმოიდგინეთ შუაში წყდება, არის ეგრეთ წოდებული საზღვარი. გადაკვეთავ ამ საზღვარს და გადადიხარ უკვე თურქეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე. ანუ შუაზეა გაჭრილი დედაქალაქი. წამოდი ახლა გადავკვეთოთ, მოდი ეს საზღვარი ერთად. შუა ქუჩაზე წარმოიდგინეთ, მიდიხარ შენ ქვეყანაში, დედაქალაქში, შუა ქუჩაზე და უცებ წყდება ქუჩა, არის თურქების საზღვარი და თუ კი გადაწყვეტთ, რომ იქიდან მხარეც უნდა ნახოთ, აუცილებლად თან იქონიეთ პასპორტი, იმიტომ რომ პასპორტის გარეშე არ გადაგიშვებთ. უბრალოდ დახიდა პასპორტს, შემოვედით, ეს უკვე მწვანე ზონაა და ახლა მივადგებით, იქით არიან თურქი მესაზღვრეები. ესე იგი, დახედეს პასპორტს თურქეთის მხარესაც და შემოვედით. გრძელდება ისევ ეს ქუჩა, ოღონდ წარწერები, ბერძნული წარწერები შეიცვალა თურქულით, აქ უკვე ლირა უნდა გადაიხადო ევროს ნაცვლად და თურქულად საუბრობენ. გარემო ისეთია, რომ მართლა იგრძნობა თურქეთი. რასაც ვერ გრძნობ 10 მეტრის იქეთ. წარმოიდგინეთ, რა უცნაური სიტუაცია. აგერ ფახლავა იყიდება,
ყველა ჩაისვამს, კაბაბი თურქული. ფოტო, ოკეი. ამას აღარ ველო. აზე ხარ, ჩრდილოეთ კვიპროსში თუ ჩემთან ვინმე ფოტოს გადაიღებ და არ მეგონა. როგორც ჩანს უყვართ იუთუბერები აქაც. სადღაც 20 მეტრი გამოვიარე და აი აქ უკვე ძალიან იგრძნობა თურქეთი რა. აგერ წინ მეჩეთიც არის და სიტუაციაც ზუსტად ისეთია, როგორც თურქეთს შეეფერება. რავი, მოვიარეთ აქაურობა და ჩემი გადმოსახედიდან არაფერი საინტერესო ისეთი აქ არ ხდება რა, ამიტომ დავბრუნდეთ ისევ სამხრეთში. ლარნაკაში მშვენიერი ამინდი გვაქვს მეგობრებო, მოვედი ახლა სანაპიროზე, ნახეთ რა. ლამაზია აქაურობა. მიუხედავად იმისა, რომ თებერვალია, მაინც ასე თუ ისე ხალხი მოძრაობს აიანაპასგან განსხვავებით. თუმცა ზაფხულში აქაურობა არის სავსე დამსვენებლებით, ტურისტებით, ადგილობრივებით. ხო, რატომ მოვედით ახლა აქ? ერთი რესტორანი ვნახე, რომელსაც შედარებით კარგი შეფასებები ჰქონდა. ხო და შევიდეთ, დავაგემოვნოთ რამე ადგილობრივი. ესეც ჩვენი ბერძნული კერძი, რომლის სახელწოდებაც არის მუსაკა. მოკლედ ეს მუსაკა მე ძალიან მიყვარს, ავი, შეიძლება ბევრს არ მოსწონდეს. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი კერძია საბერძნეთში. ანუ ეხლა საბერძნეთში არ ვართ, მაგრამ მაინც მონათესავე ქვეყნები არიან. ეს კერძი შედგება კარტოფილისგან, ყველისგან, აქვს ბადრიჯანი, აქვს ხორცი რა თქმა უნდა და რავი, არის ძალიან გემრიელი. რაღაცით გავს ლაზანიას, მაგრამ სხვა გემო აქვს რა უფრო. ამის ფლიან ჭამას მოდი ახლა არ გაყურებინებთ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. აქედან დღეს მივფრინავ. მივდივარ ძალიან საინტერესო ქვეყანაში და საკმაოდ საინტერესო ვიდეოები გელოდება წინ. ამიტომ აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დალაიქეთ ეს ვიდეოც პარემ და დაელოდეთ უმაგრეს ვიდეოებს ჩემს არხზე. დროებით. შაშკი მანე. ხო და მოკლედ მივდივართ ახლა მოკლედ ჩვენ დანიშნულების პუნქტი არის ქალაქი ვაროშა, მოჩვენებების ქალაქი. სამაშველო, რა ქვია ამას? კოშკი. სამაშველო კოშკი ჩემს უკან. აი ქედან შეჩემო. ისეც მინდა რომ ჩანდეს. მეგობრებო, ვათამაშებთ iPhone-ს. ლა 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 ლა. ზომბი შეჩემო. ბენგ ბიჭო. სიცარიელე. რა პრინციპი მეტი რა. აი დიუტ. აგარი დებილობები. ქალაქში სადაც დიდი ხნის წინ დრო თავიდან აი ამებს მე ვიბაზრებ. კარგად ვიბაზრე ხა ეს ყველაფერი.